სცენაზე ვთხოვთ საქართველოს თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრს ბატონ გოგი თავთარაძეს. ყურადღებისათვის ჩემო ჟორა საყვარელო ქართველი კაცი ბედნიერია, რომ ისეთი თეატრალური მოღვაწეები ყავდა, რომ ყველა ქვეყნის სატახტო თეატრებს გაუსწორებს გვერდს. ახლა ეს შენობა და ეს თეატრი ატარებს ხოლმე სახელს. ეს იყო ლომი, ეს იყო კაცი, რომელსაც ოქროსასვები ჩაიწერა თავის გვარდასახელი და ეს უკვე ეკუთვნის უკტავებას. მაგრამ ჩვენი ძენი კარგი არტისტები ყავდა, ისეთი პატივსაცემი ხალხი ყავდა, რომ ქედი უნდა მოეხაროთ მის წინაშე. მაგრამ უნდა გითხრათ ერთი რამ. თუ არ იქნება ჟორასნაირი მსახიობი, ის დიდი მსახიობებიც ვერ ითამაშებენ სცენაზე. მე მინდა მადლობა გითხრათ ჩემო ჟორა, იმისათვის, რომ შენ ასე პატრიოტად ემსახურები შენ პროფესიას, ჩვენ პროფესიას, ჩვენს სიხარულს, ჩვენს სიყვარულს, ჩვენს ყველაფერს და მე არ ვიცი როგორ გითხრათ, მადლობა იმისათვის, რომ შენ ყველაფერი გააკეთე იმისათვის, რომ თავი შეგეწირა ამ თეატრისათვის და საერთოდ ქართული თეატრისათვის. შენ კუჩებში რომ დადიხარ, ყველა მისთვის რომ არ შეგვიძლია ჟორა დამენია, რომელმაც რაღაცა მაინც გააკეთა პატარა. მაგრამ მე მგონი ჩემთვის ეს ძალიან დიდია. დიდია იმიტომ, რომ კიდევ ვიმეორებ, რომ თქვენ გარეშე არ არსებობს თეატრი. ხომ არ შეიძლება მაგალითად მეფე უნდა ითამაშოს ხელშემდგომებმა, ხო? აი ხორავა რო არსებობს, იმიგვერდით უნდა იყოს ჟორა დამენია. ამის გარეშე არ არსებობს თეატრი. მე მინდა შენ კიდე გითხრა მადლობა იმისათვის, რომ ძალიან კაი კაცი ხარ. ძალიან მეგობარი კაცი ხარ, რაღაცა უნდა გაგახსენო. რა არიცი, როცა ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით, იხვები მაჩუხე ერთხელ. ხო და ახლა უნდა მაჩუხო, როდესაც თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე ვარ და თამათ მივიხებ მაგასთან. მაგას მე გააკეთა, ძალიან პეტრიერი იქნები. ეხლა, თემო ჟორა, მე არ ვიცი თქვენ ხო არ დაგირღებთ, არაფერს არ დაგირღებთ, მაგრამ მე მინდა ეხლა თქვენს მაგივრად პატარა რაღაც კორექტირება შევინოთ. ეხლა დარბაზში ზის ჩვენი საყვარელი დიმან ჯაიარი. ხომ სცენაზე ბატონ დიმას, ბატონო დიმან, ხომ მოგზავნეთ, წამოიყვანეთ ჩვენი საყვარელი მერაბ თავაძე თონჯინები იცინიან, მოგზავნეთ ბატონ გურამა ხობაძეს ხომ სცენაზე, საჩუქრებით დაგვირდული უნდა მოვიდეთ. მოგზავნით ახლა თვითონ შენ გაუთხარეთ, შენ საყვარელი ჟორას იმისათვის, რომ ის არსებობს და ასე გაერად ახარებს ჩვენ გულებს. მერაბ თავაძე, დიმან ჯაიარი, გურამა ხობაძე. გადააშავა, ეგრე გიგადუძუა, იგა მოგზავნით სცენაზე როგორც ახალგაზრდა თაობა როგორც წერა მოახსენებ, რომ არ იყოს ის დიდი მსახიობები არ იქნებოდა ჟორასნაირი, რო არ იყოს. ამიტომ მე ალავერდი გადავდივარ ბატონ დიმასთან და თქვენ რაც გნებავთ ის მოახსენეთ კიდე ქართულად, კიდე მეგრულად. ერთი წუთი. ბევრი რამე წერია და უნდა ავიღოთ. ამდენად კაის რამეები წერია და ამიტომ არ წავიღოთ. ბატონო გოგი, მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, ჩემო უსამართლესო ადამიანებო. რა ვიცი, ბატონმა გოგი თავთარაძემ ამ საოცარმა კაცმა და მართლა რო უყვარს, აი საოცრად უყვარს ჟორა დამენი. არ შეიძლება ჟორა არ გიყვარდეს. მაგრამ ჩემო ჟორა,
აი გაიელვა სახეებმა, ისეთმა სახეებმა. რა ვიცი, ჩვენმა ბაბუშიძე ბოლოსი პატარა ნაცვლად რო ითამაშა. აი რა ვიცი, გული დამეწვა. გული და თამასკაკიაზე გული მტკივა. ჩემი მაშავა ნუგზაზე გული მტკივა, იმიტომ რომ ეს ადამიანები არიან, აქ ლომია იყო, ვინ არ იყო, რა სახეებია, როგორი სიყვარულია, ბიჭუნა ბარკაია, მისი მოხატულია ეს დარბაზი, კაცო. ულამაზესი საოცარი ადამიანები იყვნენ ამ სცენაზე. შეიძლება ვიღაც გამორჩა. ქალბატონები, საოცარი ქალბატონები, თუნდაც ერთ დადიანის გვარის სცენება რა ხილ სამხედროზე, იმაზე გაზრდილები ვართ ჩვენ. გაზრდილები. იმიტომ რომ ამ ქალაქში ქალბატონი ქეთემან ჩახავა იყო აქაც. საოცარი ქალბატონები იყვნენ, რომლებიც ამშვენებდნენ ამ სცენად შემოჟორო და შენ გამშვენებდნენ, შენ გვერდით თამაშობდნენ, შენ გვერდით მოღვაწეობდნენ. ასეთი ადამიანები იყვნენ და არიან. ჩემი დედი ჯალაღონია რა თქოს მარტო ლერი არის ლერიზე გაზრდილება მე თვითონ პირადად დედი ჯალაღონიაზე გამიგია მის გასობაზე გავიგია და მის დავის მოღვაწეობაზე გავიგია დაგლოცოთ ერთმა ჩემო ჟონაბატონო ჩემო უზვირფასესო კაცო რა ვიცი საოცარი შვილი ყავს ჩემი გოჩა და დიდოსტატში გვირგვინს რო ვიხსნიდი აგერ ჭიაბერს თამაშობდა და მე რა კარგად თამაშობს ახლა სპექტაკლს უჩვენებენ ხშირად საქართველოს ტელევიზია ჭიაბერს რა კარგად თამაშობს ჩემი გოჩა რა კარგად კაცო საოცრად კარგად მენი შვილი ქალბატონი დია შენი მეუღლე საოცარი ქალბატონი შენი ოჯახი შენი გაშლილი პორმანელები ვისანახსოვს სენაკშის და სტუმრები შენ ოჯახში სულ სტუმრიანობა იყო ქალბატონია ხელში შეგრუნით მომდა ხელში მაგრამ დიდი ქალბატონია დიდი ოჯახის დიასახლისია დიდი ბებია დიდი ქალბატონია და ღმერთმა სიკეთე და ბედნიერება მინდა უსურვო მას შემოჟონა ბატონო ალოჩვილი ერთმა დაგლოცოს დიდ ხანს იმარი ხლები კარი ჩვენ შენთანა ამეხმარებ და ბატონდინოს ხოთ ერთი ლექსი საიკითხოს რას მასწავლა და ბატონო შორა ჩემო ძვირფასო რა ვიცი აბა რაც ავიკითხო ერთ პატარა ლექსი ავიკითხა ჩემი ვარდო აბხაზეთში იზრდებოდა თარგებთან პადეს შვიდა და მშვიდის ტყეში ნადეს არდებდა ხვიჩას ზრდიდნენ აბხაზები ჩაუქა და რაიდად ბეჭზე ოპად შეუფრინეს რაიდა გაგიფრინეს ხმობის წლება და აბხაზურ მეგრულით ცხრა მანას მაცხენასანა გამოტობა ენგური აბატარა ხარ ალბათ ცამს თუ აღებაგები და რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ მან აბხაზეთში დაგვიგია კაკარატები აქის საფარში უჯექით ჩიტებს ძიძიშვილობდნენ ცინაპარი საფრიკაცები და მხარზე ეჭდათ ერთი ჩინკა და ანგელოსი ქორი ციცილას აბხაზეთში თუ იტაცებდა ჰაუ გვიღვირია სამეგრელოში ერთ ცას ერთ ჰაერს როგორც უნდა როდი ვაფასებთ ერთი მამარი აღიწევდა ოდიში აბხაზეთო ბევრი კარგი მოხმის გამზრდელო ამორი ძალი ხარ კარტ მოჭრილი საქართველო იმას მე გავასწრო ძალიან ძნელია, იმიტომ რომ იმას ენაკელია და მე ჩემდა იმაკრაკია საბედნიერო პირველად თავად თეატრია ძალიან ბევრი რამ გამიგია სენაკის თეატრზე საერთოდ ამომდენო სასწავლო შენობა არისო და აი მართლა ნახე რა ბატონო მე თქვენთვის ჩამოვედი იცით რო გავიგერო თქვენი ის იყო გოგიმ დავირეკა და ჩამოვედი მთელი სიხარულით ერთი საოცრად მიყვარს სამეგრელო ძალიან მიყვარს და ვიცნობ თქვენ შემოქმედებას ღმერთმა დაგლოცოთ 80 წელი
კიდე ერთი 20 წელიწადი სენაზე და მერე გადი პენსიაზე. ხო? იცოცხლე ჩემი სამართალი ხალხი. ბედნიერება, გახარება და წარმატება და თეატრის მალე მოვესწროთ რემონტს, რომელიც იყოს ყველაზე კარგი, ყველაზე ლამაზი, ყველაზე კართილებული თეატრი საქართველოს. იცოცხლე. რემონტი ვიასამბლეი ჩვენს სტუდიოს დიდი მადლობა ჩამოგზავნებისათვის. ვეთმა მუშაობ ჩვენ ქალაქის მერის თანასწორები. ვისურვებდი რომ ყოველთვის მოსამართლე ჩამოგზავნებული ხართ. დღეს შეუერთდები ბატონ მერაბის ნათქვამს მერთმა კიდევ 20 წელი გამსახურდა ჩვენ სცენაზე, აქ რაღაც რეორგანიზაცია და რაღაც რემონტი ვაპირებთ კიდე ჭირდებით ჩვენ სცენაზე და მე 20 წლის მერე დარბაზიდან ესურვებთ.